რომელი სონიკის მოტოციკლეტია ყველაზე სწრაფი? ყველა სონიკის მოტოციკლეტით გავმეტავთ რბოლას, რომ ნახოთ რომელი ყველაზე სწრაფია. იქნება მოტო სონიკი, მოტო სუპერ სონიკი, მოტო დარკ სონიკი, მოტო რუბი სონიკი, მოტო ჰიპერ სონიკი და კიდევ ბევრი სხვა. მეტი, ასევე საიდუმლო მოტოციკლები. რომელი იქნება ყველაზე სწრაფი მოტოციკლი? წავედით! კარგი. ხავხო, მოგესალმებით ამ საოცარ და ეპიკურ სონიკის მოტოციკლების რბოლაში. კი, სწორად ხედავთ. ჩვენ შევაჯიბრებთ სონიკის ყველა მოტოციკლს ერთ რბოლაში. მათგან რა თქმა უნდა მხოლოდ ერთი იქნება გამარჯვებული და ყველაზე სწრაფი. ასევე რბოლაში მონაწილეობენ საიდუმლო მოტოციკლებიც. რომელი მადრანი იქნება ყველაზე სწრაფი? დაწერეთ კომენტარებში, რადგან დროა დავიწყოთ. და პირველ რიგში დავიწყებ სონიკის პირველი დონის მოტოციკლით, ყველაზე სუსტი მათ შორის. ცოტა სამწუხაროც ქია. კარგი, აი სონიკის სრულად მზადაა დასაწყებად. 3, 2, 1 და იწყება. ღმერთო ჩემო, მაგრამ რა სიჩქარეა ეს? აი ცდილობს, მაგრამ ისე ცუდად ზის, რომ თავი ველოსიპედის ბორბალს უთყამს. ტყამს. ჩვენ ალბათ სონიკის ისტორიაში ყველაზე ცუდი ველოსიპედ მოტოციკლის წინაშე ვდგავართ. მაგრამ იცით, გვაქვს 20 წამი, რომ ეს ტრასა სრულად დავასრულოთ. და ვინც დაასრულებს, ან ვინც ყველაზე შორს მივა ამ დროში, ის იქნება გამარჯვებული. ასე რომ, აი ვხედავთ, ყველაფერს აკეთებს ბოლომდე. უკვე მივიდა ყვითელმინთან, რომელიც პირველია ყველა შორის. და ცდილობს, რაც შეიძლება შორს მივიდეს, მაგრამ ეს მოტოციკლი ნამდვილად დიდად ვერ კაჩავს, სიმართლე რომ თქვათ. მოდით, პირველი მოტოციკლი, სონიკის ახლა დაღმართზეა, როგორც ჩანს, ცოტა მეტი სიჩქარე აქვს აყვანილი. აგრძელებს წინსვლას, ყველაფერს აკეთებს, ბოლომდე ცდილობს. მაგრამ როგორც ჩანს, აქ გაჩერდება, რადგან მისი დრო მთავრდება. 3, 2, 1, დრო. ამიტომ პირველ ადგილზე ყავს საოცარი სონიკი, გამხდარი და დაუზლურებული პირველი დონის, რადგან მხოლოდ მან მიიღო მონაწილეობა. და ყურადღება, ეხლა გადავდივართ კიდევ უფრო უარესზე. უშნო სონიკი და მისი უშნო მოტოციკლი. წინ უშნო სონიკო, გვაჩვენე რა შეგიძლია. 3, 2, 1 და დრო წავიდა. დრო, კარგი, ესეც ძალიან სწრაფად არ მიდის, მაგრამ სულ მცირე, უშნო სონიკს მართლა შეუძლია მოტოციკლის ტარება, არა როგორც იმ მეორეს. წინ უშნო სონიკო, გვაჩვენე რა შეგიძლია 30 წამში, ღმერთო ჩემო. საოცარი სიჩქარეა, ალბათ მინიმუმ 5 კმ/სთ მიდის, რა სიგიჟეა. თელ ყვითელმინზე მიიწევს წინ, ბევრად უკეთესად აკეთებს, ვიდრე წინა მონაწილე უნდა ითქვას. და ყურადღება, რადგან დაღმართზე საოცარ სიჩქარეს იგრებს, დიახ. აგზელებს წინსვლას, ჯერ კიდევ ცოტა დროობს დარჩენილი და გამხრარ სონიკს უსწრებს. აი აქ არის დრო მივიდეს ნაცრისფერ მილთან. იქ იღებს კარტბუსტს და ადის, მაგრამ ღმერთო ჩემო, მოტოციკლი აქ ზემოთ დიდად ვერ ეხმარება. ბოლომდე აწვება, ჩქარობს, რადგან მისი დრო თითქმის ამოიწურა. იღებს ბუსტს, მაგრამ მისი დრო მთავრდება 3, 2, 1, დრო. ასე რომ, აი ისიც პირველ ადგილზეა. იმიტომ რომ ხო, მეორე საკმაოდ სუსტი იყო. და ყურადღებით იყავით, საქმე სერიოზულდება თანამედროვე სონიკის მოტოციკლით. ეს მოტოციკლი უკვე უფრო საოცარია და ვნახოთ რას შეძლებს. 3, 2, 1 და მთელი ძალით იწყებს. კარგი, ეს მოტოციკლი უკვე სულ სხვა. აქ უკვე ვხედავთ უფრო შესაფერისი სიჩქარის დონეს და მართლა საოცარი ვილი გააკეთა. მართლა გასაოცარი იყო. ყვითელი მილის დონეზე ძალიან მარტივად და დიდი სიჩქარით ჩამოვიდა. კარგი. ეს სონიკი ბევრად უფრო გამოცდილია ვიდრე სხვები. ეხლა ნახავთ, როგორ აიღებს ნახტომს და რატომ მიდის ასე სწრაფად. ვაუ! აპირებს მოტოციკლით ფრენის სტას. ძალიან კარგად აკეთებს. და იდეალური დაშება. და ამ კარგ დაშებასთან ერთად ახლა გააკეთებს ამ დიდ ნახტომს. ასევე კარგი ჰაერში სრიალით. აგზელებს მოძრაობას, თუმცა აქ უკვე იწყებს შეცდომებს. ღმერთო ჩემო, მოტოციკლს ვეღარ აკონტროლებს და მისი დრო მთავრდება 3, 2, 1, დრო. ამიტომაც აქ თანამედროვე სონიკი პირველ ადგილზეა, მან უკვე ბევრად უკეთ გააკეთა. და ახლა გადავიდეთ ფილმის სონიქსა და მის დიდებულ მოტოციკლზე. მოდით ვნახოთ რა შეძლებს ეს. აი ის ათბობს ძრავას, დამზადაა 3, 2, 1 და იწყებს სრული ძალით. კარგი ვილიზე გადადის და საკმაოდ კარგად უმატებს სიჩქარეს. ამ სონიკს ნამდვილად შეუძლია ბევრად მეტი, იდეალურად მართავს მოტოციკლს. სარგებლობს ასევე მოტოციკლში ჩაშენებული ტურბოთი, რაც საოცრება, უსწრებს გამხდარ სონიკს და იღებს კარგ ბუსტს.
რა საოცრება? უსწრებს ასევე უშნო სონიკს და იყენებს ტურბოს. ვაუ! ურადღება, რადგან იყენებს ფრენას და ჩანს რომ პირდაპირ მილში ეშვება. რა საოცრება? მაგრამ რადგან სონიკი ასეთი სწრაფია, მისი მოტოციკლეტის სიგიჟეა. და ახლა იღებს ბუსტს ლურჯი მილიდან და აგრძელებს წინსვლის მიუხედავად ყველაფრისა. ყველა პროგნოზის საწინააღმდეგოდ. რა ნამდვილი სიგიჟეა სონიკის სიჩქარე? ვინ გააჩერებს მას? სრულიად არავინ. ფრთხილად, ის შედის მილში და ცოტათი კარგავს სიჩქარეს. იყენებს შანსს ბოლომდე დააწვეს, თუმცა უკვე ცოტათი კარგავს კონტროლს. სონიკი ბოლომდე აწვება და მისი დრო მთავრდება 3, 2, 1, დრო. ასე რომ პირველ ადგილზე გვყავს სონიკი ფილმიდან. ეს ნამდვილად იყო სიჩქარე და რაღაც უფრო სერიოზული. დაფხილად, ეხლა ნაღზის ჯერია. და მისი სპეციალური სამბურბლიანი მოტოციკლი. აი ისიც, ძრავებს ათბობს და სრულად მზადაა. 3-ში, 2-ში, 1-ში და მთელი ძალი დაიძრა. ვაიმე, რა მაგარი მოტოციკლი აქვს ნაკლს. რთულია ბორბალზე აწევა, მაგრამ საოცარი ძალა აქვს. ის საკმაოდ სწრაფად მიდის და ნამდვილად აქვს დიდი შანსი რომ ლიდერებში მოხვდეს. აი მიდის და ყველაფერს ანგრევს. კარგია. გამხდარ სონიკსაც გადაუარა. ვაიმე, ნაკლს. ყველაფერს ანგრევს. არ ვიცი მოიგებს თუ არა, მაგრამ რომ ყველაფერს გაანადგურებს, ეს აშკარაა. აი ახლა სონიკი ულამაზოს გადაატრია. ტურბოს იღებს. დაჯერება ძნელია. ვაიმე, რა პირუეტებია. იდეალურად დაეშვა. ეხლა ლურჯ მილში შედის. საოცარი ნახტომია. პირუეტიც გააკეთა. უკვე აჩქარებს, თუმცა დრო უმთავრდება, მაგრამ მეორესაც გადაუარა. და მისი დრო მთავრდება 3, 2, 1, ბოლო აჩქარება. დასრულდა და დრო გაჩერდა. ასე რომ აქ ნაკლზი მეორე ადგილზეა. შესანიშნავი გამოსვლა, მაგრამ ცხრილის სათავეში ვერ მოხვდა. მეგობრებო, ჩვენ კიდევ ბევრი მოტოციკლი გვაქვს სანახავი და განსაკუთრებით საიდუმლო პერსონაჟები. გინდათ ნახოთ ვინ არიან ისინი? მაშ მოემზადეთ, რადგან სწრაფი თამაში ისწრებება. ეხლა მხოლოდ 20 წამი გაქვს რომ დაალაიქო, გამოიწერო არხი და ჩართო ზარი საიდუმლო მოტოციკლების გასახსნელად. გარდა ამისა, თუ კომენტარებში დაწერ სიტყვას მოტოსონიკი, შეიძლება ირჩიო სონიკის მოტოციკლი, რომელიც გინდა. ასე რომ მე შენს ადგილას ვიჩქარებდი, დრო გვეცურება. არა, კარგი. მგონია რომ კარგად მოიქეცით და იმსახურებთ საიდუმლო პერსონაჟების გახსნას. მოდით გადავიდეთ პირველ საიდუმლო მოტოციკლზე, რომელიც არის ოქროს სონიკის მოტოციკლი. დაუჯერებელია, არა? შემდეგი და ბოლო საიდუმლო მოტოციკლი ვიდეოს ბოლოს გაიხსნება. ასე რომ, შეხვედრამდე, ნახვანდის. ეხლა შადოუს ჯერია თავისი გამორჩეული მოტოციკლით. აი ის არის, საბურავს ატრიალებს. სტარტისთვის მზადაა 3, 2, 1 და შადოუ მთელი ძალით მიდის. კარგი. მართალია, ამ ეტაპზე საკმაოდ კარგად ასრულებს და კარგი სიჩქარით მიდის. ყველამ ვიცით, რომ შადოუ მოტოციკლის მართვის ექსპერტია. ძალიან ცოტა მრბოლელია ისეთი კარგი როგორიც ისაა. ერთი ხელითაც კი აკეთებს ამას. დაუჯერებელია. ახლა კი მიდის რამპისკენ. აკეთებს საოცარ ფრენის მეთოდს. და ყურადღება, პირდაპირ ლურჯ მილში ეშვება. წადი, შადოუ, ბოლომდე აწვება. აი ის არის, სრულიად შეუჩერებელია. ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფად იაროს, რომ გადაუსწროს ნაკლს და სონიკს. აი ის 100%-ით ცდილობს, მაგრამ უნდა იჩქაროს, რადგან მისი დრო მალე ამოიწურება. გადაუსწრო ნაკლს და შედოუს დრო მალე ამოიწურება. 3, 2, 1, შედოუს დრო ამოიწურა. ვაუ! ასე რომ შედოუ ძლივს, მაგრამ მაინც უსწრებს სონიკს და პირველ ადგილზე გადადის. არავის ჯობს შედოუს მოტოციკლეტით. და ყურადღება, ეხლა წარმოუდგენელი ვექტორის ჯერია ამ უცნაური მოტოციკლით. აი ისიც, ის მოტოციკლზე უფრო დიდია, მაგრამ მზადა 3, 2, 1 და ვექტორი მთელი დალით იწყებს. კარგი, საწყალი ვერც კი ეტევა მოტოციკლში, მაგრამ ძალას არ იშურებს. და სიმართლე რომ თქვათ, მოტოციკლი საკმაოდ სწრაფია. მგონი ყველას გვაკვირვებს ვექტორის მოტოციკლი. მართვაც სატართულია, მაგრამ ის ძალიან კარგად ართმევს თავს. აგრძელებს მოძრაობას, სიჩქარის ბუსტებს იყენებს. იყენებს და ხო, ცოტა კონტროლს კარგავს, მაგრამ ისევ იბრუნებს. და მთელი ძალით ხდება. აი ხედავთ, ვარდება და ბოლოს დაეშვა. ეხლა იწყებს გაზის ბოლომდე დაჭერას, თუმცა ყავს მოტოციკლი, რომელიც მგონი არც ისე კარგია. აი მიდის დაშვება. ვაუ, კარგად გამოსდის. აგრძელებს მოძრაობას, მთელი ძალით ვექტორი. და ეჯახება სონიკის მოტოციკლს, მაგრამ ისევ სწორ გზაზე გადადის.
დაუჯერებელია, ვექტორი მართლაც საოცრად კარგად ასრულებს. თითქმის არ ეტევა მოტოციკლში, მაგრამ სწრაფად მიდის. ეხლა გადაუსწრებს ნაკლს და მისი დრო დასრულდება. 3, 2, 1, დრო! ასე რომ დრო გვაქვს. ვექტორი მესამე ადგილზე გადადის. ვექტორმა ძალიან კარგად რააკეთა, მაგრამ ეხლა გადავდივართ სილვერზე, მომავლის ზღარბზე, თავისი ფუტურისტული მოტოციკლით. ფრთხილა და მომავლის მოტოციკლთან, რომელიც ბევრს პირდება. 3, 2, 1 და სილვერი მთელი ძალით იწყებს. ღმერთო ჩემო, რა საოცარი მოტოციკლია! როგორი სწრაფია და როგორი მაგარია! აი სილვერი, რომელიც სულ გასაძლევს. და მას აქვს დიდი შანსი ძალიან შორს წავიდეს. იღებს ტურბოებს და მთელი ძალით მიდის. კარგი, კარგი. ეხლა ნახეთ, როგორ გააკეთებს ნახტომს. მოტოციკლით საოცარ ფრენას ასრულებს. ვაუ! შესანიშნავი დაფრენა, აგრძელებს მოძრაობას მთელ ლურჯ-მილში. ბიჭებო, მგონი გყავს შესაძლო გამარჯვებული. უბრალოდ შეხედეთ, როგორ მართავს მოტოციკლს. როგორ გადადის ერთი მხრიდან მეორეზე? ეს სრული სიგიჟეა. ბოლომდე აწვება. სილვერ, ნუ აყოვნებ. იჩქარე, რადგან მისი დრო მალე ამოიწურება. სილვერის დრო იწურება. 3, 2, 1, დრო! ასე რომ აგვაქვს სილვერის მოტოციკლი, რომელიც პირველ ადგილზე დგება, როგორც ყველაზე სწრაფი. დიახ! დაკურაზრება. ეხლა გადავდივართ უფრო სერიოზულზე. სუპერ სონიკის მოტოციკლზე. მზად ხარ სუპერ სონიკ? მოდით ნახოთ რა შეძლებ. 3, 2, 1, დროა! სუპერ სონიკ! ღმერთო ჩემო, მის მოტოციკლს უზარმაზარი ტურბო აქვს. ის ძალიან კარგად აკონტროლებს მოტოციკლს. და სიმართლე რომ თქვათ, მას აქვს ძალიან კარგი ბუსტი, რომელიც ზრდის მის სიჩქარეს. აი, ის პირველი აღმართს იღებს. და ხტება. საოცარი ფრენა, სუპერ სონიკისგან. ეხლა ის ცდილობს პირდაპირ ლურჯ-მილში დაეშვას. რა სიჩქარე აქვს მეგობრებო, ეს უკვე სხვა დონეა. სუპერ სონიკი, არ ხვეთს სუპერ სწრაფად სვლას. სიტყვა სიტყვით, უკან ტოვებს ნაკლს, უკან ტოვებს ვიქტორს. საოცარ დრეიფს აკეთებს და მთელი ძალით მიიწევს. აგზელებს წინსვლას, თითქოს შეუჩერებელია, მაგრამ უნდა იჩქაროს. რადგან სუპერ სონიკის დრო დასრულდება. 3, 2, 1 დრო სუპერ სონიკისთვის. აი სუპერ სონიკი პირველ ადგილზე გადის და ყველაზე სწრაფია ყველას შორის. დაკურადღებით, ეხლა სუპერ სონიკის მოტოციკლზე გადავდივართ. სუპერ სონიკი 2 ძალიან ძლიერად გამოიყურება. სუპერ სონიკი 2 მზადაა ყველაფრისთვის. 3, 2, 1 დაიწყებს მთელი ძალით. ის ტურბო ნამდვილი სიგიჟეა. ღმერთო ჩემო, როგორ მართავს მოტოციკლს? საოცრად აკეთებს და საკმაოდ მაღალი სიჩქარით მიდის. იღებს პირველ ნახტომს. დაკურადღებით იყავით, რადგან ეხლა შემდეგისკენ მიდის. საოცარი ნახტომია, რომელსაც ასე კარგად ასრულებს და შესანიშნავი სიჩქარით ეშვება. აი იქ არის სუპერ სონიკი 2. ღმერთო ჩემო, ისე ჩანს თითქოს კედლებზეც კი დადის. რა სიგიჟეა, როგორ აკეთებს ამას? უზარმაზარი სიჩქარე აქვს, სრულიად დაუძლეველი ჩანს. იწყებს ყველას გასწრებას და მაქსიმალურად ჩქარობს, რადგან დრო თითქმის აღარ დარჩა. ამიტომ სუპერ სონიკ 2 აქ ჩერდება. 3, 2, 1 დრო! ამიტომ სუპერ სონიკ 2 პირველ ადგილზე გადადის ბრწყინვალე შესრულებით და ეს გადაგვიყვანს დარკ სონიკთან და მის მოტოციკლებთან. აი დარკ სონიკი თბება და ემზადება. 3, 2, 1 დარკ სონიკის დროა. დედა ჩემო, საოცარი სიჩქარით მიდის. იშვიათად მინახავს ასეთი რამ. უბრალოდ შეხედეთ, რა სწრაფად მიდის ეს მოტოციკლი. მიუღწელა ჩანს. ხტომაც კი საოცარია. და პირველივე ცდაზე საოცრად დაეშვა. ეს სიგიჟე იყო. ეხლა კედლებზე მიდის და დედა ჩემო. მაგრამ ამ უზარმაზარ მონსტრს ვერავინ გააჩერებს. საოცარი მოტრიალება და ის იჭრება იისფერ ნაწილში. დარკ სონიკი თავის მოტოციკლეთით სრულიად შეუჩერებელი ჩანს. აი ის მიდის წინ და ყველას უკან ტოვებს. რა სიგიჟეა, ძალიან სწრაფად მიდის. ის უსწრებს სუპერ სონიკ 2-ს და აჩქარებს. რადგან მისი დრო მთავრდება 3, 2, 1 დრო დასრულდა მისთვის. ამ საოცარი გამოსვლის შემდეგ ის პირველ ადგილზე გადადის. ღმერთო ჩემო, ვინ შეძლებს მის გადალახვას? ალბათ შეძლებს სუპერ დარკ სონიკი თავის მოტოციკლით. ფრთხილა და მურჩხულთან და მის ძლიერ და სწრაფ მოტოციკლთან ერთად 3, 2, 1
და ის მთელი ძალით იწყებს. ღმერთო ჩემო, არ მინდა შეგაშინო, მაგრამ მგონია რომ ეს მოტოციკლი კიდევ უფრო სწრაფია ვიდრე Dark Sonic-ისი. აი ხო პირველი ნახტომი. და სულ რამდენიმე წამში უკვე ხდება. რა სიგიჟეა და რა დაშვება. საჟურ სიჩქარეს ავითარებს. კედლებზეც კი მიდის და ყველა მოთინააღმდეგეს უსწრებს. მგონი ესეთი რამე არასდროს მინახავს. აგძელებს წინსვას საოცარი სიჩქარით. მოწინააღმდეგეებს უკან ტოვებს და რა? ტოვებს ტრასას, მაგრამ ბრუნდება მწვანე მხარეს. დაუჯერებელია, რასაც Super Dark Sonic-ი აკეთებს. აიცილებს ამას და აჩქარებს. უზარმაზარი ნახტომი, რადგან მისი დრო იწურება. 3, 2, 1, დრო. აი, Super Dark Sonic-ი პირველ ადგილზეა. ღმერთო ჩემო, თითოეული უკეთესია წინაზე. და ეს მოგვიყვანს Ruby Sonic-თან თავისი მაგარი მოტოციკლით. ღმერთო ჩემო. აი, სრულიად მზადა. 3, 2, 1 დაიწყებს მთელი ძალით. ღმერთო ჩემო, კიდევ ერთი ძლიერი პრეტენდენტი ყავს. საკმაოდ შორს მიდის. ეს მოტოციკლი სრული სიგიჟეა და ის მართავს მას როგორც ღმერთი. საოცარი ნახტომი და კიდევ ერთი საოცარი ნახტომი. ის საოცარ ფრენას ასრულებს და საუკეთესო ფორმით ეშვება. ეხლა ის ძალიან სწრაფად იწყებს სვას, ცდილობს რაც შეიძლება მეტ პოზიციას გადაასწროს. აი ის დიდი სიჩქარით მიდის. აბა Ruby Sonic-ო, იჩქარეთ, ორემ ვეღაცა ხოლ შორს. აგძელებს წინსვას და შესანიშნავად აკეთებს ამას. რა სიგიჟეა, რა სწრაფია. იჩქარებს რომ მწვანე ნაწილს გადაუვიდეს და გამოსდის კიდეც. თუმცა უფრო სწრაფი უნდა იყოს, რადგან მისი დრო იწურება. 3, 2, 1 დრო. დაჯერება ძნელია, Ruby Sonic-ი მეორე ადგილზე გადადის. რა შესანიშნავი გამოსვლა. ეხლა ფრთხილად Hypersonic-ი მიდის თავისი ცისარხელას მოტოციკლით. მზად ხარ Hypersonic? მაშ წინ 3, 2, 1 და Hypersonic-ი მთელი ძალით იწყებს. როგორც ჩანს, ის მოტოციკლთან ერთად ერთ მთლიანად იქცა. ის მართავს მას ფაქტობრივად შიგნიდან და სიმართლე რომ ვთქვათ, ძალიან კარგად მართავს. აი საოცარი ნახტომიც. მისი უზარმაზარი ფრენაც ნამდვილი სიგიჟეა და იდეალურად ეშვება, იქ მიდის მთელი სისწრაფით. საოცარი Hypersonic-ი და როგორ ხდება ყველას ვარს, რა სიჩქარესაც იკრებს და როგორ ხდება თვითონ მილში, უკვე მიაღწია ის პერდონეს და იწყებს მაქსიმალური სიჩქარით სვას. აი ის არის Hypersonic-ის საოცარი სიჩქარე, რომელიც ტრასაზე ბოლომდე იხარჯება და უკვე მიაღწია მწვანე მილს, თუმცა უნდა იჩქაროს, რადგან მისი დრო მთავრდება. 3, 2, 1 დრო. ამიტომ Hypersonic-ი ყველას იმედს უთრუებს. და ვერ ხდება top 3-შიც კი, რა სიგიჟეა. და ეს ნიშნავს, მეგობრებო, რომ ახლა გადავდივართ საიდუმლო მოტოციკლებზე. ამიტომ ახლა ოქროს Sonic-ისა და ოქროს მოტოციკლის ჯერია. ზადა, ნახოთ რას შეძლებს ოქროს მოტოციკლი. 3, 2, 1 და იწყებს მთელი ძალით. ღმერთო ჩემო, რა სიჩქარია ეს? კიდევ ერთი მოტოციკლი, რომელიც აბსურდულად სწრაფი და ელვისებულია. აი ნახეთ ნახტომი. დაჯერება ძნელია, საოცარი დაშვება, საოცარი ნახტომი და ღმერთო ჩემო, რა სიჩქარია. არასოდეს გინახავთ ასეთი წარმოუდგენელი სისწრაფე. რა სიგიჟეა. მეგობრებო, როდის გინახავთ ასეთი სიჩქარე? არასდროს. რა საოცრება, რა სიძლიერეა, რა შთამბეჭდავია. ის ყველას უკან ტოვებს. ეს სიჩქარე ნამდვილი სიგიჟეა, არასდროს ნანახი. დიახ, ღმერთო ჩემო. ის ყველას უსწრებს. ის იდეალურად ახტება და ჯერ კიდევ ვერავინ აჩერებს მას. თუმცა უნდა იჩქაროს, რადგან ეხლა ნამდვილად დრო იწურება. და ოქროს Sonic-ის დრო მთავრდება. 3, 2, 1 დრო. ასე რომ ოქროს Sonic-ი პირველ ადგილს იკავებს. ოქროს მედალი, რა თქმა უნდა, ლოგიკურია. და ეხლა მეგობრებო, დადგა დრო, გავამხილოთ Sonic-ის ბოლო მოტოციკლი. დატოვეთ ლაიკი, გამოიწერეთ არხი ბოლოჯერ, რადგან ბოლო საიდუმლო მოტოციკლია, მილიონერი Sonic-ის მოტოციკლი. რა გიჟური მოტოციკლია. აი გვაქვს ბოლო მოტოციკლი, მზად არის დაუვიწყარი შოუსთვის. 3, 2, 1 და თელი ძაიძრა. ღმერთო ჩემო, რა სიჩქარია ეს? მდიდარი Sonic-ი ძალიან სწრაფად მიდის. ასეთი სწრაფი მოტოციკლი ცხოვრებაში არ მინახავს. ეს აბსოლუტურად დაუჯერებელია. რა სიჩქარე აქვს და მიდის სადაც უნდა. აგძელებს წინსვას და ყველას უკან ტოვებს.
თუ არსებობს მოტოციკლი, რომელსაც შეუძლია გაიმარჯოს, მგონი სწორედ ამას უყურებთ. თითქოს ტრასიდან გადის, მაგრამ რა ჯანდაბაა. მას მისდევს მოტოციკლის ტურბოს გამოყენებით, როცა დაფრინავს რა. მეგობრებო, ეს რა სრული სიგიჟეა? საოცარი დაშვება, პირდაპირ წითელ მილში შედის. შედის! არანაირი აზრი არ აქვს და აგრძელებს წინსვლას ისე რომ არავინ აჩერებს. ასევე უსწრებს ოქროს სონიკს და საოცარი ნახტომია. ის უკვე რბოლის ფინალურ მონაკვეთს მიდის. ღმერთო ჩემო, რა მაგარია! მიაღწია ყვითელ მილამდე და აჩქარდა. შეჯახებასაც გადაურჩა და მისი დრო დასრულდება. 3, 2, 1, დრო! შესანიშნავია, რაც გააკეთა. რა შოუა, მილიონერი სონიკი თავისი მაგარი მოტოციკლით პირველ ადგილზე გადის. ამით რბოლა მფავრდება და საბოლოო პოდიუმიც ასეკალიბდება. მესამე ადგილი Super Dark Sonics თავისი მაგარი შავი მოტოციკლით. მეორე ადგილი ოქროს Sonics თავისი ოქროს მოტოციკლით. და გამარჯვებული უდავოდ არის მდიდარი მილიონერი სონიკი თავისი საუკეთესო მოტოციკლით. ასე რომ მეგობრებო, ეს იყო ყველაფერი. იმედია მოგეწონათ და თუ გინდათ მეტი რბოლა მანქანებით, მოტოციკლებით, ნავებით ან რაც გინდათ, უკვე იცით, დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი, დააჭირეთ ზარისგილაკს და კომენტარებში დაწერეთ კიდევ რა რბოლები გინდათ. ამით მე ფეხით მივდივარ სახლში, რადგან მოტოციკლი არ მაქვს. შემდეგ ჯერზე ისევ შევხვდებით. ნახვამდის.